ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1945 წლის 27 აპრილია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. დღეს მოსკოვის დროით 1 საათსა და 30 წუთზე, ანუ წყნარი ოკეანის დროით 26 აპრილს 15 საათსა და 30 წუთზე გაიხსნა გაერთიანებულ ერთა სან-ფრანცისკოს კონფერენციის პლენარული სხდომა. სხდომაზე სიტყვები წარმოთქვეს 4 დელეგატმა, კონფერენციის ორგანიზატორთა წარმომადგენლებმა ედვარდ სტედინიუსმა, ვიაჩესლავ მიხეილზე მოლოტოვმა, ენდონ იდენმა და სუნ ზივენმა. პლენარული სხდომის გახსნისას ჩილის საგარეო საქმეთა მინისტრის ფერნანდესის წინადადებით ყველამ პატივისცა რუზველტის ხსოვნას. დღეს დილით, ანუ მოსკოვის დროით უკვე საღამოს შედგება სხდომა, რომელზეც გადაწყდება კონფერენციის ხელმძღვანელთა დანიშვნის საკითხი. სხდომას 350-ზე მეტი დელეგატი ესწრება. უკრაინის პირველი ფრონტისა და მოკავშირე ინგლის-ამერიკის ჯარების შეერთების აღსანიშნავად, რაც მოხდა 25 აპრილს გერმანიის ცენტრში ქალაქ ტორგაუსთან, დღეს საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის რადიოსადგურებმა გადასცეს იოსებ ბესარიონის და სტალინის, უინსტონ ჩერჩილის და გარი ტრუმენის მიმართვები მოკავშირე არმიებისადმი. საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობის სახალხო კომისარიატმა გადაწყვიტა ააგოს საქართველოში ქობულეთსა და ზუგდიდის რაიონებში ტორფ-ფოსფატის 2 ქარხანა, რომლებიც ორგანულ სასუხს მიაწოდებენ ჩაის პლანტაციებს. ახალი საწარმოები წელს ამუშავდება. მშენებლობისთვის გამოყოფილია 2 მილიონი მანეთი, სამშენებლო მასალა და მოწყობილობა. ასპინძის რაიონში ყოველგვარი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კოლმეურნეობებმა ფართოდ გაშალონ ვენახები. არქეოლოგიური გათხრები და ისტორიული მონათხრობები მოწმობს, რომ მესხეთში, კერძოდ ასპინძის რაიონში ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული მევენახეობა-მეღვინეობა. ასპინძის კოლმეურნეობამ 1940 წელს ჰექტარის მეოთხედზე საცდელად გააშენა ვაზის შემორჩენილი ადგილობრივი, აგრეთვე შამპანური ჯიშები. შარშან ამ ნაკვეთებზე გაშენებული ვაზიდან პირველად მიიღეს ნაყოფი, რომელმაც ცხადყო, რომ ადგილობრივი ღვინო მაღალი ხარისხისაა. წელს შესყიდული იქნება 25,000 ძირი ვაზის ნერგი, რომლებიც გაუნაწილდება რაიონის კოლმეურნეობებს გასაშენებლად. ლავრენტი პავლესზე ბერიას სახელობის პიონერთა და ოქტომბრელთა სასახლის მხატვრული აღზრდის განყოფილებამ მოაწყო შეხვედრა სტალინური პრემიის ლაურეატთან, რესპუბლიკის სახალხო არტისტ ვერიკო ანჯაფარიძესთან. მოხსენებები ვერიკო ანჯაფარიძის შემოქმედების შესახებ გააკეთეს სასახლის ტრამძრის წევრებმა. მხატვრული კითხვის კაბინეტის წევრებმა წაიკითხეს ქართველ პოეტთა ლექსები, მიძღვნილი ვერიკო ანჯაფარიძისადმი. დასასრულს სასახლის ტრამძრის მიერ წარმოდგენილი იქნა ვაჟა-ფშაველას მოკვეთილის მესამე და მეოთხე მოქმედებები. გადმოიცემოდა 1945 წლის 27 აპრილის უკანასკნელი ცნობები.